მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სანამ დღევანდელ თემას საკითხს შევეხებოდე, ორიოდე სიტყვით მინდა იცოდეთ დამოკიდებულება ეკლესიის წმინდა მამათა როგორია ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი საკითხი ეს არის პაისიათონელის ფილმთან დაკავშირებით და მისი წერილი მინდა წაგიკითხოთ. საერთოდ მსახიობობა ეს არის ცოდვა, დანაშაული. არც რჯულის კანონში, არც წმინდა მამათა გამონათქვამებში, არც წმინდა წერილში არ წერია დადებითად მსახიობობის შესახებ. ანუ ღვთისგან მოცემული სწავლება ჩვენ არ აგვაქვს მსახიობობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, როდესაც წმინდა პაისი ათონელს ვიღაცა განასახიერებს, აი ეს თამაში, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი მკრეხელობა და ერთ ეპიზოდს შევხედე, ძალიან ლამაზად აქვთ გაკეთებული, ადამიანს აამებს, ასიამოვნებს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. სამშვინველი ადამიანის ტკბობას განიცდის, მაგრამ სული უმაღლესი ნაწილი, რომელიც ღმერთთან ურთიერთობს, არანაირად არ უახლოვდება ღმერთს. მსგავსი რამე რო ყოფილიყო საჭირო, ღმერთი გვეტყოდა, რომ გადაიღეთ ფილმები, დაადგით სპექტაკლები და ამითი ჩემამდე უფრო მარტივად მოხვდეთ. მაგრამ მსგავსი რამე არასდროს არ უთქვამს ღმერთს ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, ვის უწოდებთ მოთამაშე ადამიანს, თამაშობს. ანუ იტყუება, მატყუარა. ვინ არის პირველი მატყუარა? ეშმაკი, რომელმაც მოინდომა ღმერთობა. ადამიანებს აცტუნებს, ატყუებს, რომ თვითონ არის ღმერთი და უნდა იგივე პატივი მიიღოს, რასაც ადამიანები ღმერთს მიაგებენ. ამიტომაც მან ზოგიერთი ადამიანები დაიმორჩილა და ეთაყვანებიან მას. ვინ არიან ესენი? ღმერთისაგან განდგომილი ადამიანები, ჩხიბავები, ჯადოქრები, არა მარტო ჯადოქრები, არამედ ზოგიერთს როგორია, რომ ქრისტიანია, ამ დროს ემსახურება ეშმაკს. ღვთისმსახურება სხვანაირია. ღმერთი ითხოვს ჩვენგან მისი მცნებებით ცხოვრებას, აღსარებას, ზიარებას, მარხვას, ლოცვას. აი ეს არის ღვთისმსახურება. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს და ამ წუთის სოფლის სიამოვნებით ცხოვრობს, მაშინ პირდაპირ მისი ღმერთი გამოდის ეშმაკი. მას ემსახურება, მისი შთაგონებით ცხოვრობს. რადგანაც არსებობს ღმერთი და არსებობს ეშმაკი. ასე რომ საერთოდ ფილმების ყურება არ არის სწორი. ჯობია წიგნები ვიკითხოთ. წიგნიერი ადამიანები ჩვენ ვიცით, რომლებიც სწავლობენ, მეცადინეობენ, განათლებას ღებულობენ, მაგრამ ფილმებისგან განათლებული ადამიანი, ფილმების ყურებით განათლებული ადამიანი ჯერ სამყაროს არ ახსოვს. რადგანაც მსახიობი მაგალითად რო თამაშობს, მას ჩარჩოში სვავს რეჟისორი, რასაც ეტყვის რეჟისორი, ის უნდა ითამაშოს. ამ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერება, ჩვენი წარმოსახვის უნარი რაღაც ჩარჩოშია ჩამჯდარი. იმის იქით გასაგანს არ გაძლევს ფილმი. არამედ ისე უნდა მიიღო, როგორც რეჟისორმა ჩვენ დაგვიწესა. მაგრამ ადამიანში არსებული, აი რაც ვახსენ, წარმოსახვის უნარს და როდესაც ადამიანი კითხულობს, მე როგორც მინდა, ჩემ წარმოსახვის უნარს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ შემიძლია უკიდეგანოთ მე
ჩემთვის რაც მისაღებია, ისე წარმოვისახო ესა თუ ის ფრაგმენტი, რომელსაც მე ამოვიკითხავ წიგნებში და უფრო იმაზე დიადადაც შეიძლება იყოს ეს, ვიდრე რეჟისორმა თავისი აზრი მე მომახვია. და აი ამ ჩარჩოში იმყოფება ადამიანი და აი ამ შთაბეჭდილებებით ცხოვრობს მთელი ცხოვრება. როდესაც ჩვენ რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლებით ვიკვებებით. მეორე საკითხი. ამას ძალიან მოკლედ ვამბობ, წმინდა მამებს ბევრი გამონათქვამები აქვს. ჯულის კანონშიც მრავლად წერია. მაგალითად, ვისაც მღვდლობა უნდა, მსახიობი არ უნდა მოიყვანოსო ცოლად. რატომ არ უნდა მოიყვანოს? იმიტომ რომ ეს არის დანაშაული. მიზანშეწონილი რო ყოფილიყო მსახიობობა, მაშინ აქაც დაშვებული იქნებოდა რომ მღვდლებმა მოიყვანონ. შემდეგ იყო ასეთი რამ, რომ მსახიობები ქრისტიანულ სასაფლაოზე არ იგრძალებოდნენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს მსახიობობა იყო წარმართული, წარმართობას განასახიერებდნენ და აქედან გამომდინარე არ იყო, მაგრამ თუ კარგს ითამაშებ, ეს დასაშვებია. რა თქმა უნდა, თვითონ მსახიობობა არის დანაშაული. ვინ იცვლის სახეს, ანუ ვინ გვევლინება სხვადასხვა სახით ჩვენ. წმინდა წერილში წერია, რომ ეშმაკი არის ასეთი, რომელიც ნათლის ანგელოზის სახებსაც ღებულობს და ესე შეიძლება ადამიანს ეჩვენოს. ამიტომ ჩვენ რაც ვართ პიროვნება, ეს უნდა იყო ბოლომდე. არ შეიძლება დღეს ლუი მე-12 გახდე, ხვალ ვიღაც მეძავი ითამაშოს, ეგ ყაჩაღი ითამაშო, ნარკომანი ითამაშო, წმინდანი განასახიერო. ანუ რამდენი მე გაქვს ადამიანს? აი რამდენი მე გაქვს გაგაჩნია. ერთი მე აქვს პიროვნებას. და აი ამ ერთი მეთი უნდა იცხოვროს და ეს ერთი მე უნდა გამოაკეთოს, გამოასწოროს და ღმერთს უნდა მიეახლოს. სიწმინდით, გულის გაწმენდით. მეორე საკითხი ეს არის სქიზმა, ანუ განხეთქილება. განხეთქილება არის გაყოფა, დანაწევრება. ანუ ქრისტეს სხეული არის ერთი. ეკლესია არის ერთი. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ამიტომ სხეული ერთი არის. განხეთქილება ნიშნავს, რომ აი ამ სხეულს გამოეყოფა რაღაც გარკვეული ნაწილი, გაბრაზდება, რაღაც ეწყინება, რაღაც ამის გამო და თვითონ თვითმარქვიობით იწყებს ღვთისმსახურებას. ანუ განკვეთილი არის, თქვათ, ეკლესიის მიერ, წმინდა სინოდის მიერ პიროვნება რაღაც მიზეზთა გამო და მან გააგრძელა, თქვათ, მსახურება და სწორად არის განკვეთილი. გააგრძელა მსახურება, აკურთხა შემდგომ მღვდლები და გააგრძელა თავისი ბრჭყალებში მოღვაწეობა. ანუ განხეთქილების მოქმედი არის. განხეთქილებაში მყოფ ადამიანებთან რჯულის კანონში წერია, რომ არ შეიძლება ურთიერთობა, არ შეიძლება თანალოცვა. რადგანაც ის გამოეყო ეკლესიას. ანუ ერთი ვაზიდან მოჭრილი ტოტი არის, რომელიც ხმება. გამზადებულია ცეცხლში დასაწვავად. და მასთან რა ურთიერთობა უნდა გქონდეს შენ? ასე რომ ვინც მათ მიიღებს თავის ტაძარში აწირინებს ან ერთად ილოცებს, ისიც მასთან ერთად ექვემდებარება სასჯელს. ასე რომ ესეთი პიროვნება არის საქართველოში ჩამოსული არქიმანდრიტი ეფრემი, ვატობედის წინამძღვარი, რომელმაც ავტორიტეტი დაკარგა ათონის წმინდა მთაზე და ჩვენთვისაც. მას შემდეგ, რაც ეს თვალთმაქცური საქციელი ჩაიდინა, რომელიც არის ჯერ შემოუშვა, ეს სქიზმატები, აწირინა ტაძარში და შემდეგ ეს ოდიკი დაწვა. ანუ რაზეც შეიწირება მსხვერპლი. ოდიკი დაწვა. ეხლა ისმის კითხვა, მამა ეფრემი როდის იყო მართალი? როცა შემოუშვა ეს პიროვნებები და აწირინა, თუ როდესაც დაწვა? თვითონ ქმედება დაწვა ნიშნავს, რომ აღიარო, რომ ისინი სქიზმატები არიან. და თუ იცი, რომ ისინი სქიზმატები არიან, მაშინ რატო შემოუშვი? ისმის კითხვა.
და თუ შემოუშვი, მაშინ რატო წვავ? ანუ ორ პიროვნებას გინდა რომ ასე ამოვნო. ერთი იმ პიროვნებას, რომელიც გიბრძანებს, რომ ესენი უნდა მიიღო და მეორე იმათ, ვინც გეწინააღმდეგება აი ამ ქმედებაში, რომ ესენი არიან სქიზმატები და ამათი მიღება არ შეიძლება. ანუ ეს არის კლასიკური, შეიძლება ითქვას, თვალთმაქცობა. ამას ესე ქვია. და მეორე, წარმოიდგინეთ ჩვენმა ღმერთმა დაიფაროს. სიტყვაზე ვამბობ. პრემიერ-მინისტრმა რომ მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება, რომ დააკანონოს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. ანუ კაცსა და კაცს შეუძლია რომ იქორწინოს და ამის რეგისტრაცია მოხდეს ოფიციალურად, კანონმდებლობით. წარმოიდგინეთ, ჯერ ეს რა საშინელება არის, ამის დაკანონება ოფიციალურად. და შემდეგ აი ეს პიროვნება, აი ესეთი პრემიერ-მინისტრი, მაგალითად ღმერთმა დამიფაროს და მე რომ მივიღო ტაძარში ბაირაღებით რომ დავხდე, აი როგორც კეთილმორწმუნე, თქვათ, მეფეს ეგებებიან, აი ესე ხელისუფალს, კეთილმორწმუნეს, რომელმაც დიადი საქმეები აღასრულა ქვეყნისათვის, ანუ პატივით როღებულობ ეკლესიაში. წარმოიდგინეთ, აი ესე რომ დავხდე, ვინ გამოვდივარ მე? მამად მავლობის დამაკანონებელს პატივით რომ დავხდე, ვინ გამოვდივარ მე? აი ესე დახვდა არქიმანდრიტი ეფრემი პატივით, აი ამ მამად მავლობის დამაკანონებელ პრემიერ-მინისტრ მიცოტაკის. როდესაც ასეთი პიროვნება ჩამოდის ჩემთან, რა თქმა უნდა, მე მას არ დავხვდები და მე მისას არ მოვისმენ. შეიძლება ბევრი კარგი რამ თქვას მან, მაგრამ როდესაც მე ვიცი, რომ აი ეს ქმედებები აქვს ჩადენილი, მე მას ვერ მოусმენ და არც ვიქნები მართალი რომ მოусმინო. პირველ რიგში საჯაროდ უნდა შეინანოს, თქვას რომ მე აი ამ სეგმენტში დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა და აი ამას ვნანობ და ამის შემდეგ უკვე შეიძლება თუ გულწრფელი იქნება მისი ეს სინანული, ამის შემდეგ შეიძლება რაღაც გარკვეული ურთიერთობა მქონდეს. მაგრამ თუ ეს არ მოიმოქმედა, რა ურთიერთობა უნდა მქონდეს? არ მჭირდება მე მისი ღვთისმეტყველება. საერთოდ არ მჭირდება. ასე რომ უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ უნდა მოვექცეთ. თუ მიხვალ, მაშინ კითხვა უნდა დავუსვათ, რომ რატომ მიიღე მიცოტაკისი? პატივით რატომ მიიღე? შენ ხო უნდა გემხილებინა, შენ ხო სულიერი მოძღვარი ხარ. ხომ უნდა გადაარჩინო ადამიანი. ის პიროვნება ხო იღუპება, რომელმაც ეს უკანონობა ჩაიდინა და ერი გარყნა ამითი. ხო უნდა ამხილო ადამიანს, იღუპება. თუ გიყვარს უნდა ამხილო. უნდა უთხრა რომ ეს მიუღებელია და მკაცრად უნდა მოექცე. პატივით კი არ უნდა დახვდე, არც უნდა შეუშვა მონასტერში და უნდა უთხრა აი ამის გამო მე არ გიშვებ. მაგრამ პირადი სიძულვილი კი არ მამოძრავებს, რომ გამოასწორე შენი ქმედება, გააუქმე ეს კანონი, ამის შემდეგ მე შემოგიშვებ.